ყველას მოგესალმებით. დილამშვიდ ვისადღაც 28 იანვარი, ახლა ხო გავიდა. მთელი იანვარი შუქიტყვილად აღანთა ხელს მიშლის ყოველთვის. მთელი იანვარი აი ასე თვალის დახამხამებაში გავიდა. უბრალოდ წარმოგიდგენიათ. მოკლედ არ გვაქვს ინტერნეტი, ბევრს არ გაქვთ ალბათ, ვისაც მაგთი გაქვთ, არ ვიცი რა მოხდა, რა მასიური ის არის დაზიანება თუ რაღაცა, მაგრამ არ არის ჩვენთან გუშინ საღამოდან და ანუ ყველაზე ცუდი ის არის რომ მე მაქვს სილქნეტი, ანუ ტელეფონში და ვიყიდე იმიტომ ინტერნეტი 24 საათიანი. მიუხედავად მაგისა, სხვა ტელეფონზე არ ზიარდება. მაშინ როცა სხვა დროს აბსოლუტურად ჩვეულებრივად ძვირადია ხოლმე. საერთოდ ვერ ვწდები რა ხდება. რაშია საქმე. რა შემდგომა რომ თავის ვითარებ. ეს ყოფილა რა კაია. მოგონა არისო. ეს მინდა და ყავა. არუშია მოიცავ ჯერ მოვიტან შამს. You are hungry? რა გინდა და მითხარი? დაგისხამოდი. ეხლავე ერთუთი ჯერ ძოს დაგისხამოდი. Help you? ხალხო, დღეს ვაპირებ რა ჩემშვილებს. უკა გავუჩალი. მაგრამ დღეს შემიკვეთეს ბრინჯის ფლავი. ფლოვი ბოდიში, ფლავი არა, ტკბილი კი არა. ხორცით. ბრინჯის ფლავი. ამ დროს როცა სახში გვაქვს ღორი, ძროხის ხორცი მოხერხული არ ჭამენ. ხარას ვაპირებ. ბრინჯს მოვხარშავ. ამ ძროხის ხორცს ძვლებს მოვაშორებ. და მოვშუშავ ხახთან და სტაფილოსთან ერთად. და მოხარშავ ბრინჯი გადაურებ და ვეჭამო. მოხარშავია თავიდან. ცოტა ბრინჯი ბულიონსაც შეურებ ხარშვის დროს და რაღაცა შილას გემოსავით რა გქონდეს. всё. მოგვარებულია საკითხი. როგორც გამდნარი ყინული წყალი ისეთია.
ახლა მოვადუღოთ კოფე, მე იმეცე ძალიან გაიჭრეს. მოვადუღოთ კოფე. თუნიკი ზოდის დავიეს ყავა, იმიტომ რომ თითქოს და ამ ყავას საერთოდ აღარ ვსვამარე და აგერ დიდი შეფუთვა ჩავყარე და ასე იგი თუნი ვსვამ. ის პატარა ჭიქა ძალიან პატარა, ამიტომ ამიკიდავდა. და შაქრით. ემასთან მიყვარს შაქრის მიწის თხილზე. ძალიან ხარა. მომეწონა ის სერია ტურის დღე რა. აი ლამის საჩავთო და მეორეც უყურო. რო იცოდეთ მე ვარ ადამიანი, ორი კატეგორია ადამიანების, ერთი რომელსაც უყვარს, ერთი და იგივე ფილმის 700,000 ჯერ ყურება ან სერიალს, რომელიც უყვარს. და მე რაც მიყვარს, ისინიც კი არ მაქვს ხოლმე მეორეთ ნანახი უმეტესობა. ძალიან იშვიათი რომ მეორეთ ვიყურო. ნუ თუ გავიდა რამდენიმე წელი შეიძლება, მაგრამ აი ესე რომ დაბამთავრე და მეორე დღეს მინდა რომ ვუყურო თავიდან. აი ესეთი არ მახსენდება. Trochę odkechla. Tu trzeba go myśleć. Cały świat to nie co? Mowida tu trzeba. Trzeba go wygrać, a karszy go chwilę. Ale to სრულიად Все. Борани, дайтас борани. Esma imuni borani. ვაღარვიდან გამხალი როცა უცხოდი. არ ვიცი რატომ. ხოდა ასე შემოკარგება და ძვირფასება. გუშინ ისევ ავიწონე ციკლის წინა დღეები მაქვს და მინდოდა რომ იანვრის ბოლოს მცოდნოდ და რამდენი ვიყავი. ესე იგი იანვრის დასაწყისში როცა მქონდა საშინელი ემოციური კვებები, ძალიან ცუდად გრძნობდი თავს, დეპრესიულად ვჭამდი, აი რა ვიცი რანაირად, რომ ავიწონე ვიყავი 56,500 და ეხა იანვრის ბოლოს როცა არც ერთ ცხელ არ მიფიქრი, არც კალორიებზე, ჭამნების მიერ დროს, ჭამნების მიერ რაღაცას, ჭამდღისით, ღამით, ყველაფერს რაც მინდა. უბრალოდ ვცდილობ რომ ორგანიზმო უსმინო და ყოველთვის არც გამომდის. იმიტომ რომ არის ხოლმე რომ ზოგჯერ მეტს ვჭამდი, იყო. ეხაც არის, მაგრამ ეხა ნაკლებად მაგაზე ვისაუბრებ. 56 და 150 გრამი მაჩვენა და ძალიან კმაყოფილი ვარ. აი ძალიან და თან ციკლის წინარე პერიოდში. ხო. ასე ადუხდა. მე რომ მიყვარს ისეთია. ნახეთ. ნახეთ. ეხა ვანდოთ შუქი.
ასე. გამოგიყვანოთ აქეთ. წამოვიდეთ ეს. წამოვიღოთ ახლა. და-და-და-დამ. ასე. მოგეთ რამდენია? იცით რა მინდა ხალხო? რისკი მომიგებ. ხალვა მინდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაცნაირად მომენატრა. ევამ ნაძვის ხე ჩამართვევინა დღეს დილას. მენა მოგიყვეთ ევას რა მოვიდა წუხა. ესე იგი ეს ინტერნეტი რო არ იყო. ბავშვები დაარბოდნენ წინ და უკან თამაშობდნენ. ესე იგი აი იცით როგორ საღამო იყო? ხაჩის, ხუმრობის, აი ეს სიცირის ბავშვობაში რო გვეუბნებოდნენ ხოლმე, ნუ იცინი ხაიხა თორე იტირებ, ხო იცი? ეგეთი. სადაც ვასწორებდი. ჩემ ოთახში იყვნენ სამი ბავშვი ძაღლით. ხო და ამოხდა ევა და გამოიქცა აბათი ოთახისკენ. და ევა მიცის ძალიან სულად კარგის მიბრახუნება ჩვენი ოთახისა. სულ მეშინია ხოლმე. ან თვითონ არ მოიყოლოს თითი და არ მოიწყვიტოს. აი მაგის მეშინი. ან ძაღლი არ მოაყოლოს შუაში და არ მოკლას. მაგის მეშინია. ხო და ჩვენი კარი კიდე ისეთი ჟოსტკი არის, როგორც ამათი, ხრონგია. ეხლა თანამედროვე კარები რომ არის იმაში რომ მოყვეს ხელი ვერ მოგაწყვიტოს. ეს არის ხე. თან ესეთი წამახული კუთხეებიანი ხე. ხო და უცებ ესე გარბისევა, ესენი მისევენ და უცებ ჩამოვარდა სიჩუმე. და ამ სიჩუმეს მოყვა ევა, როგორ ხარ თუ ევა რა მოგივიდა. თქვენ თორნიკე ეუბნება. არ მახსოვს ზუსტად თორნიკე ეუბნება თუ ანზეა. ესე იგებიცებით, აი ალბათ ხა ყველა დედა გაიგებს. აი როცა მეორე ოთახში ვარ და იქით ბავშვი გავიგებ რა ხულს და ხმა არ მესმის. ან როცა ერთად არიან და იქით რაღაცა დადუმდება ყველაფერი და ხმა არ მესმის და მერე თუ იქ ბავშვი ეკითხება ევა როგორ ხარ და მოგივი და ანუ ერთ სიკვდილს ვათავებ ხოლმე ყოველთვის. ანუ აი იმ წამის მეასეთში ყველაფერი გამიელებს ხოლმე თავში და ეხლაც ეგრე იყო. და ეგრევე გამოვარდი, მეთქი რა მოვიდა და კარში მოიყოლა თითიო. ეს მიუბრახუნებია ეს კარი და ოღონდ რანაირად მოიყოლა, არ ვიცი, იმიტომ რომ ფრჩხილი აქ ოდნა ახეული, ანუ ჩალურჯებული ქონდა ეს ფრჩხილი, ახეული და ქვემოდან გამოსდიოდა სისხლი და თან მალავდა არ მოჩვენებდა. გამწარდა, ძალიან გამწარდა, ისე გამწარდა, რომ წყალში არ მაყოფინებს ხოლმე ხელს და არ მადებინებს ხოლმე კოპზე ცივ რაღაცას. და ეხლა ცივ წყალით ავისი ნებით ჩაყო თითი. და ხვდები ხა როგორ გამწარდა. ბანი, რა იყო კაცო, გამაცადე. ვაიმე, რა გოჭია. ასე მიკეთებს, აი. აი, მიწის თხილება? არ გინდა. წაიღო მაინც. ხოდა იტირა და დაიძინა მე. ადრე დაიძინა 10 ეგარი ძინებს ხოლმე, ნუ 11-ის ნახევარი იყო. არა, ეხლა ნუ ძალიან ისეთი არც ჯერ, არ შეიძლება ჩაუშავდეს, შეიძლება რა ვიცი მე ფრჩხილით მოსწვეთ თავისი, მაგრამ ცოტა დასწრებული ვით თავით. ცოტა. თელი ღამე ესე ჩემ ქვეშ მალავდა მაგ ხელს. ეს მე მიყოფდა ან თმაში ან აქ. თელი ღამე ძილშიც. ეს ამაი მოვიდა ევიდოს. წუხალ. მადლობა ღმერთს რომ უარესი არაფერი. მაგას ეშველება რაღაც. მოურჩება. აი აქ ხილბონი.
კაია, ზუსტად ყავა გავაკეთე, მე რომ მიყვარს. ანუ თან ტკბილია. თან სიმწარე აქვს. მეგეთი მიყვარს, მე არ მიყვარს. ძალიან ტკბილია, სამწარე. კაია მიესწრება კომბინატორები და მე წარმოიდგენთ. მაგრამ წარმოიდგენთ კომბინატორებია. ხო, ახლა რა მინდა კიდე თქვა კვებაზე. ესე იგი ჩემი კვება ემოციური ყოველთვის იყო, ყოველთვის ვიცოდი მე თუ გახსოვთ სანამ გავიგებდიო ADHD მაგ იქამდე ბევრჯერ მithქვამს ვიდეოში რომ ეს არის ჩემი თავისთვის თვითშველა. ანუ არ უბრალდები ჩემი თავს, იმიტომ რომ ეს არის ჩემი თავისთვის თვითშველა თქო. და ზუსტად ეგრეც იყო. ანუ იგივე ჩემი კვებითი ქცევის არღვევა და ყველაფერი აქედან მოდიოდა. ანუ როცა ხარ ძალიან ცუდად, შენს ტვინში ბუნებრივად ძალიან დაბალია სიხარულის ჰორმონი, კარგად ყოფნის ჰორმონი, ყველასთვის გასაგებენ ასე ვთქვათ. ემოციები ყველაფერს ძალიან ღრმად განიცდი. ხარ ძალიან ღრმა ადამიანი, ძალიან ცნობიარე და პლუს შენს ტვინში ბუნებრივად ძალიან დაბალი დოზით გამოიყოფა კარგად ყოფნის ბჭყალებში ჰორმონი. ანუ სულ ცუდად ხარ. და ცნობილია ეგ ჰორმონები გამოიყოფა ჭამის დროს. არა მთელი დღით, არამედ იმ მომენტში, როცა ჭამ. და ზუსტად რაც მე მაყლია, ისინი არის ყველში ჭამის შემდეგ გამოიყოფა ტვინში. ხორცის ჭამის, შოკოლადის. ვაიმე ბონი, ხეჭამა და მოვიდა ისე. თხრის. და შესაბამისად ასე ვუმკლავდებოდი. არასოდეს არ დამავიწყდება ის ბინძური ადამიანები, არც ერთი, რომლებიც ჩემს დამცირებას იმით ცდილობდნენ, რომ როგორ შეიძლება საჭმელით ემოციების დროს გამიტვირთო. აი რაც არ გაგანცდილი. შეიძლება შენს ეგ გაქვს. ორი კატეგორია ვინც მაგას ამბობს. ერთი ისაც თვითონაც ეგ აქვს. მეორე ვისაც ეგ არ აგანცდი. არასოდეს არ უნდა თქვა ეგეთი რაღაც ადამიანმა. როცა სხვა ადამიანი საუბრობს თავის მენტალურ კარგად ყოფნაზე ან ცუდად ყოფნაზე, არასოდეს არ უნდა თქვა ეს რაღაცა. იმიტომ რომ ყველა ერთნაირი არ არის. ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. და ვიღაცა ძლიერია და შენი ნათქვამი ვერაფერს ვერ დააგრებს. უბრალოდ დამახსოვრდება როგორც მე მახსოვს. მაგრამ ვიღაცა არ არის საკმარისად ძლიერი და შეიძლება მის ტანჯვაში ბოლო წვეთი შენ აღმოჩნდე და შენ თუ გგონია რომ ეგ ისე ჩაგივლის გვერდზე რომ მაგაზე პასუხს არ აგებ, ვწდები. იმიტომ რომ ჩვენ ყველაფრისთვის ვიხდით. ხედავთ ამას, ვაცნობიერებთ ამას, დღეს ხდება ეს ხვალ თუ 10 წლის მე ჩვენ ყველაფრისთვის ვიხდით. ჩვენ ყველაფერი გვიბრუნდება კარგიც და ცუდიც სინამდვილეში. და აი ერთი გოგოა TikTok-ზე, გონი მეგჩოქვია. ახლა მომიგდო. არ ვიცი, საერთოდ არ მინახია მისი კონტენტი. ანუ ან შეიძლება 1-2 მინახია. ნუ, არ ვიცი რა კონტენტს იღებს, იმიტომ რომ უბრალოდ ფოტოს რომ მუსიკა ედო, ეგეთი მახსოვს. და ახლა გამოწარით ქონდა კომენტარი. ადამიანებმა ნეტა შენ საფრანგეთის ხარჯზე ცხოვრობს. დადის წინ და უკან. რამდენს ასეთს არჩენს საწყალი ევროპა. და ამ გოგოს აქ
ფოტოკოლაჟი თავისი მკურნალობით, სადაც მკურნალობს კლინიკაში გადასხმებით, საკმაოდ რთული დაავადებების დროს როგორი მკურნალობაც არის ეგეთი და უწერია, იქნება ამისიც გშურთ. ანუ არასოდეს აი სულ ამოვხამე, რომ დაჟე ვარ ვიცნობ ადამიანს, ხო? მე ხო არა მაქვს არასოდეს აი ეს შურის გრძნობა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არა მაქვს. რომ მქონდეს, ვიტყოდი, არ დამომალავდი და ვიმუშავებდი მაგაზე. უბრალოდ ბავშვობიდან ეგ არასოდეს მქონია. არ ვიცი რატო. ის მქონდა ხოლმე, რომ მეც მინდა. ის მქონია ხოლმე, რომ აი ძალიან ლამაზ გოგოებს რო ხედავდი. აი მე რო ვთვლიდი, რომ ულამაზესია და აი ეგეთი ერთი გოგო იყო ჩვენთან ახლოს გამოვიდა საცხოვრებლად ბავშვობაში. იქირავეს ბინა და ესე იგი ვყურებდი და ვიხმდი რა ლამაზია, ღმერთო რა საოცრება რა, მაგალითად დავპატიჟე ჩემთან, ვაჭამე და ვასვი მთელი დღე ჩემთან იყო, ყველანაირი კომფორტი შევუქმენი. მე მანიკურები მქონდა ძალიან ბევრი და ფერადი და სულ სხვადასხვა მესვა ხოლმე რა და არ მახსოვს რანაირად მივიდა, ანუ მე არ ვარ ის ტიპი, რომ ვინმეს ვემარია, რომ აი ამდენი მანიკური ეგეთი საუბარი ჩემთან ბავშვობაში არ ყოფილა, ანუ აი ბავშვობაში რაღაცა აი მე რა მაქვს, შენ ხო არა გაქვს ტიპები იყო, ხო მე ეგეთი არასოდეს არ ყოფილა და უბრალოდ ვაჩვენე, არ მახსოვს რასთან დაკავშირებით, წავასწნე ვინმე მანიკური, ვთხარი რომ როცა გინდა მოდი, რომელი ფერიც გინდა წაიღე და გათხოვებ, გინდა წაისვი რაღაც ან სამკაულებით ძალიან ბევრი მქონდა ყველაფერი, ანუ მინდოდა რომ გამეზიარებინა და აი ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შეიძლება ადამიანი ესეთი უნაკალოდ, აი ისეთი ლამაზი იყოს, აი ისეთი ლამაზი, აი ღვთაებრივად. და რომ მასში შეიძლება იყოს რაღაცა შეგნით სულში, სუდი, ბნელი, აი რასოდეს ვერ წარმოვიდგენდი და რა წავიდა ხალხო, ერთ მანიკური მომპარა. ანუ რა ეთქვა რომ მოეწონა გავატანდი. ანუ არ მithქვამს გაჩუქებ მეთქი, მაგრამ რო ეთქვა რომ მოეწონა ვაჩუქებდი. ანუ ჩემთვის პირველი გაოცება მაშინ იყო და ანუ მაშინ ვიფიქრე რომ მე ხა ვიცოდი ჩემი სული როგორი იყო და ვიფიქრე არა შურით, არა ზიზღით, არა სიძულვილით, არამედ განანებით ვიფიქრე რომ მე ერთო. ანუ მასეთ ადამიანს შეიძლება ასეთი გარეგნობა ქონდეს. და მე კიდე ასეთი, იმიტომ რომ ჩემთან ულამაზესად ვფლიდი და მე იმ წუთშივე შემდეგი აზრი იცით რა მომივიდა? მანას რო გარეგნობას არ ქონდა. რაღა უნდა ქონდეს და ხო ძალიან ცუდო იქნებოდა. და всё. მათ გავჩერდი ხდებით. და ბავშვობაში მე მქონდა ეგ, რომ ძალიან ბევრს შურდა ჩემი. მე არ მესმოდა ეგ, თუმცა პაპაჩემის ვეუბნებოდა ლიას და ლია არ ითვალისწინებდა. მე კი ბავშვი ვიყავი და არ ესმოდა. როგორც გეუბნები, მე მარიაჟა ტიპი არ ვიყავი, მაგრამ ლიას რომ მოვყავდი თბილისში ჩამოდივით 3 თვეში ერთხელ. თბილისში მოვყავით 500 ლარის ტანსაცმელს ვიყავდი, მარწო ტანსაცმელს. ანუ მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ნებისმიერი საჭმელი, რომელიც უნდოდა, ნებისმიერი სამკაული, რომელსაც ხელს დაადებდა, ნუ ბიჟუტერიას გულისხმობ. ეს ტეტრისი რო ერქვა, 3 ცალი მქონდა ფერების მიხედვით, თუმცა სხვა ფერები მომწონდა. ანუ ტანსაცმელი, საუკეთესო ტანსაცმელი მაშინ როცა ხა ბავშვებს გამოსაცვლელი არ ქონდათ. იმ ბავშვებს, რომელსაც დედას ყავდა და მამაც. მე სხვაფერი მქონდა და ძალიან მადლიერი ვარ ამ ყველაფრის, მაგრამ ალბათ ამიტომ არ მაქვს სიმდიდრისკენ მისწრაფება, რომ მე ისეთი უბედური ვიყავი, ისეთი მარტოსული ვიყავი და აი ეს კი მქონდა იმას სიხარული იმ წამია ტელეფონით $75 გადავხარეთ ჩემ Samsung-ში. პირველი Siemens-ი მქონდა და მეორე ძალიან მალევე ის Siemens-ი იყო, იცით როგორი ყვითელი ეკრანი რო აქვს და მეორე ძალიან მალევე Samsung-ი უკვე ვიყიდეთ $75-იანი რო იშლებოდა და რო რეკავდა სხვა განათებდა. ხო და პაპაჩემი ეუბნებოდა ხოლმე ლიას, შეიძულებენ, არ გინდა. ნუ შვები მაგას და
ამას კიდე უნდოდა რომ მქონოდა. ალბათ იმიტომ რომ ხედავდა რამდენი რამე არ მქონდა. ხო და? ჩემი ძალიან ბევრს მაგის გამო შურდა ბავშვებს. იქ გარშემო. და არ ვყვარდი. არ ვყვარდი იმიტომ რომ მე ყოველთვის ბავშვობაში ძალიან წრფელი ვიყავი. აი მაგალითად მყავდა კლასელი ბავშვი, რომელიც მოიტანდა საჭმელს, როცა 7 გაკვეთილი გქონდა. მოიტანდა საჭმელს. და ამ საჭმელს ამოიღებდა 7 გაკვეთილის მერე. მშიერი 35 ბავშვის წინ და ჭამდა. წითელ ქუდა? ვინ არის წითელ ქუდა? ბებია საუბარში. და მე ესეთი ბავშვის მეგობარი არ ვიქნები, მე ყოველთვის ეს მქონდა ძალიან ჟოსტი. დედა ბებია. ერთხელ ერთი რაღაცა დამავიწყო და საკონტროლო ვერაფრით ვერ ვიმახსოვდი ვიღაცის სახელი და გვარი აღარ მახსოვს. აქ დავიწერე. მეორე დღეს ბავშვი წავიდა, ლიასენა მიუტანა. რაღაც ჩემი ერთიანი ხომო. მე ეგეთი ბავშვის მეგობარი. მე როგორ წავიდა ჩემი კლასელის დედასთან არ ვინმესთან და როგორ ვეწყოდი შემაშურნა ეს გადაიწერე. აი, პროსტა როგორ გავაკეთებდი ხალხო მაგას მე. აი ანუ აზრად არ მომივიდოდა ეგეთი რაღაცა, იმიტომ კი არ თავს ვიქებ, იმიტომ რომ სიმართლეა. და მე არასოდეს არ ვეტყოდი იმ ბავშვო ისი რა. მე შენი მეგობარი იმიტომ არ ვიქნები რომ შენ ასეთი ხარ. არა, პროსტა მაგასთან მე არ ვიმეგობრებდი. ხო ხტები რასწვიჭა. ხო და არ ვუყვარდი ესეთი რომ ვიყავი. და კიდე იმ მიზეზის გამო რას უკვე ვთქვი. რადგან მე რაღაცა მქონდა რაც მაგათ არ მქონდათ. და მოიცად ტრანი დაიკეტება ვიყო. რა უნდა ბაზარში? აბა აჩვენე შენში. ბალახი უნდა? ეს ირემია და ბალახს აჭმევს. მე რა ბაზარში უნდა? დედა კაიამელია რა მაგია? ირემი შვილო რამელია? ირემია ეს. ირემი. არ თქვა რატო შემოდიო ამას არ იცმევს ეს აქ სათამაშო. ხო და მოკლედ ეს არის საკმარისი მიზეზი იყო იმისთვის რომ მე არ ვყარებოდი და შურებოდა ჩემი და მაშინ ჩამომიყალიბდა შურთან მიმართებაში მე ძალიან მკაფიო ხედვა. იმათ ჩემი შურდათ ტანსაცმლის და საჭმელის. იმათ ვისაც ყავდათ დედა. იმათ ვისაც ყავდათ მამა და ყავდათ ოჯახი. შურდათ ჩემი ტანსაცმლის და საჭმლის. და ისინი ვერასოდეს ვერ წარმოიდგენენ და ვერ გაიგებენ მე რა არ მქონდა. ანუ სულ ფიქრობდი რომ წარმოდგენა რომ ქონდეთ მათ რა აქვთ და მე რა არ მაქვთ. ანუ როგორ უნდა შეშურდეთ. მაგრამ არ აქვთ წარმოდგენა, იმიტომ ის აქვთ. და ადამიანი ხო იცი როგორ არის, ერთი რაღაცა რო გააქვთ, მეორეც კიდე. ანუ იმათ არ ქონიათ ეს არ ყოლა, ხვდებით? იმათ არ იციან რა არის. არც ისეთი ჩინაკაი სამყარო არ აქვს, ხუში გაიყო. და აქედან გამომდინარე ღრმა ბავშვობიდან მაქვს მე ის რომ მე სხვა ადამიანს არ მშურს. გინდაც გარედან ვხედავდი რომ ყველაფერი აქვს, მე არ ვიცი იმის სულში რა არის. მე არ ვიცი იმან რა გზა გაიარა. გინდაც ეხლა ევა 1 წუთი. გინდაც ეხლა ყველაფერი იდეალურად გქონდეს ადამიანს. მე არ ვიცი იმ ადამიანმა რა გზა გაიარა. და დიდი ალბათობით მე არ მინდა რომ ის გზა გავიარა რაც იმ ადამიანმა გაიარა. და შესაბამისად ვერანაირად ვერ შემშურდება მე იმ ადამიანს. всё. მაშინაც კი როცა ვფიქრობდი რომ აი სულ ანუ შეიძლება დიდა ასაკში ვიღაცები იყვნენ ჩემს გარშემო ვისაც დედა არ ყავდა, მაგრამ ჩემ ხელა არ იყო არავის.
და მაგ მომენტშიც კი არასდროს არ ვფიქრე იმათ რატო ყავთ დედა და მე რატო არ მყავს. ჩემი ფიქრი როგორი იყო იცით? მე რა დავაშავე. ანუ ეს ხო მოცემულობა. ეს ხო ჩვეულებრივი და მე რა დავაშავე რომ რაც ჩვეულებრივია, რაც ყველას აქვს, მე რატო არა მაქვს. აი ეს მქონდა ფიქრი. ანუ შესაბამისად, ანუ ჩემში შური როგორც ასეთი არ ცხოვრობს, არ არსებობს. არასდროს არ ყოფილა. ყოფილა რომ მინდა რაღაც მეც რაც სხვას აქვს, ყოფილა რომ შევნატრე, მაგრამ არ ყოფილა არასდროს შური. აი არასდროს. იმედი მაქვს რომ გასაგებად აღხსენი ყველაფერი ის თქმაც მინდოდა. და რაც იყოს. უბრალოდ გააცნობიეროს ადამიანმა. მე ვფიქრობ რომ იმათ ვისაც მაგალითად იმ მომენტში მწყარებს ჩემი შულდა რომ გაეცნობიერებინა მე რა არ მქონდა და მათ რა ქონდათ არც ერთი არ მოინდომდა შემადგენელს ყოფნას აი ზუსტად ვიცი ანუ რაშველი შულს ისევე როგორც ყველაფერს სხვას გაცნობიერება მაგრამ რა უშლის ამ ქვეყნებს ყველაფერს ხელს ის რო არ უნდა ადამიანს რაღაც გაცნობიერება იმიტომ რომ ადამიანს ისიც უნდა და ყველაფერი უნდა ხო ხდება მე ძალიან მიყვარხარ დედა Dada bodishi. Rato dada bodishi, ara bodishi. Kai kokoeva. Boni kaio es. Boni tsai, ha, meore. Boni. Ara jamo shoes. Ara jamo boni shoes. Mutsali aktivdeba. მე ჩემი ბონანი. ჩემი ბორანი. ჩემი მამაზი ბორანი. ჩემი კარგი ბორანი. ჩემი ბორანი. ისი შემოგეულოს დედა. ხოდა ასე შემოკარგებო და ძვირფასებო. უბრალოდ ჩვენ თავი უნდა ვიყოთ, უბრალოდ ჩვენ გზაზე უნდა ვიაროთ. და აი კვებაზე იმას ვამბობდი რომ მე ანუ უბრალოდ ჩემ თავს ვირჩენდი ასე. ანუ რეალურად ჩემი კვებითი აშლობა კი არ იყო. სხვა რაღაცა იყო. ამიტომაც იყო, რომ მე ყველაფერს სწორად ვაკეთებდი და ვერ ხვდებოდი ეს რატო არ მთავრდებოდა. ანუ მთავრდებოდა, იძინებდა, ჩვერდებოდა, მაგრამ რაღაც დროით. და არ ხვდებოდი ეს რა იყო. ახლა ვიცი რაც იყო. რა არის რა? Bani. Sakhare devasina, mietievas. Deda. Daddy, you want Sudigaria. Aha. Evasia es boni. შესაბამისად საერთოდ არ ვაპირებ არაფერს კვებასთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ, აი აუცილებლად მინდა გითხრათ ადამიანებს, ვისაც გაქვთ ემოციური კვება. ადამიანებს, ვისაც, აი რო ამბობთ, ანუ ნახეთ, მე შიმშილის განცდა არ მქონდა. ანუ მე როცა ვჭამდი, მე ვიცოდი რომ მე არ მშია. უბრალოდ მინდა გემრიელი საჭმელი. კონკრეტული რაღაც გემრიელი შიმშილის გრძნობა არ იყო საერთოდ. როცა ვჭამ ზედმეტად, ვიცი რომ ზედმეტად ვჭამ, ანუ ეს არ მერევა შიმშილში. არიან ადამიანები, ვისაც აქ რომ მთელი დღე შია, აი მართლა შია და მთელი დღე შია. ამ შემთხვევაში, ვისაც მართლა შია და მთელი დღე შია, ძალიან დიდი ალბათობით აქვს ინსულინ რეზისტენტობა. ან რაღაცა პრობლემა სხეულთან დაკავშირებული, ფიზიოლოგიური რაღაცა პრობლემა სხეულთან, ჰორმონებთან დაკავშირებული. ამიტომ აუცილებლად თუ სულ გშია ბჭყალებში, უნდა მიმართო ექიმს. ოღონდ, ნახე რა შემთხვევაში, თუ ჭამ, თუ ახლა მარტო დღის განმავლობაში შაქარზე ხარ, ანუ თეთრი პური, შოკოლადები, ფასტ ფუდი, თუ მარტო ამაზე ხარ მთელი დღე და ყოველ დღე შეიძლება რომ სულ გშიოდეს, ახლა ეგ ბუნებრივია, მაგრამ
თუ მაგალითად ყოველდღიურად იღებ ბურღულეულს, ანუ რთულ ნახშირწყლებს, იღებ ცილებს, იღებ ცხიმებს, ანუ შეიძლება ეს იდეალურად დაბალანსებული არ ქონდეს, მაგრამ ყოველდღიურად იღებ იგივე ბოსტნეულს, ბოჭკოვანს, ხილს, ისო გამეორ, შეიძლება ყოველდღე რაღაც მკაცრი იმით არა, მაგრამ იღებ, აი დღეს ხილს მაგალითად თუნდაც ხვალ ბოსტნეულს, დღეს კვერცხს და ყველს, ხვალ მაგალითად ხორცს და ესეც საჭმელს. ხო, და მაინც სულ გშია, მაშინ აუცილებელია, რომ მიმართო ექიმს. სავარაუდოდ ენდოკრინოლოგს. აუცილებელია, იმიტომ რომ წლები გაიწელება შენი პრობლემა და იფიქრებ, რომ ეს უნების ყოფო ხარ, არ ვარგი ხარ და ასე შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი იქნება ჰორმონების ბრალი, რომელიც გასაქანს არ გაძლევს. თუ ყველაფერი სცადე და წლების განმავლობაში ერთ წრეზე ბრუნა, ამას გულისხმობ. ახლა თუ არ გინდა გაიჭირო, თუ არ გინდა მოითმინო, თუ არ გინდა ის სასარგებლო რაღაცა რაც არის, აი თუნდაც ხორცი მაგალითად, ხო აუცილებელი ცილები და რაღაცა. ეგ თუ არ გინდა და მარტო ჯანკ ფუდზე გინდა ყოფნა, ხო? ნუ მაგ შემთხვევაში ხლა არა, იმიტომ რომ არ სხვა რამეა შესაძლებელი, მაგრამ თუ ყველაფერი სცადე და არაფერი არ გამოვიდა, მაგას ვიძახი. ეს ერთი და მეორე. თუ გაქ ემოციური კვება, როგორც მე მქონდა. ეს არის რაღაცა დაკავშირებული მენტალობასთან, ანუ რაღაცა შენა მიჩველი. ანუ იცი რომ არ გშია, მაგრამ გინდა რომ რაღაცა გემრიელ ჭამო. ეს შეიძლება იყოს ჩვევაც. თუ ნახე, ანუ მე ყველაფერი ვცადე. აი თუ შენც ყველაფერი ცადე. ანუ ახალი ჩვევა, ძველის გადაჩვევა, ყველაფერი. და მაინც ეს არ გაქვს რა. ესე იგი, ეს მოდის რაღაცა სხვა პრობლემიდან, როგორც ჩემ შემთხვევაში, ADHD-დან მოდიოდა და ასევე საჭიროა, ოღონდ ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმი ფსიქიატრი, რომელიც მთელ სურათს დაინახავს და დაგინიშნავს იმ პრეპარატს, რომელიც გიშველის. შესაბამისად, მე ახლა რას ვაპირებ მე არ ვაპირებ არც ჯანსაღკვებას, არც არაჯანსაღკვებას, არც ასეთ კვებას, არც მე ვაპირებ ჩემს კონკრეტულ ორგანიზმს, ერთს და განუმეორებელს ვუსმინო. ანუ ინტუიციურ კვებას ჩემთვის ყველასთვის ეს სხვადასხვა არის. არ ვჭამო შიმშილის გრძნობის გარეშე, ცუდად ყოფნის მომენტები აღარ მაქვს. ნუ ხან მექნება სავარაუდოდ მაინც აი მაგალითად ციკლის წინ პერიოდში იქიდან გამომდინარე კიდე რომ მე ვიღებ მინიმალურზე კიდე ნაკლებ დოზას, იმიტომ რომ მინიმალური დოზაც კი ჩემთვის ზედმეტი აღმოჩნდა. ანუ შეიძლება რაღაცები მქონდეს, პატარა კუნთები ასე ვთქვათ, მაგრამ მთლიან სურათს ეშველა, ხო ხტებით რას ვამო. მინდა რომ ვიმოძრაო, იმიტომ რომ ჯანმრთელობისთვის კარგია. მინდა რომ ჭამო იქ მაგალითად დღეს ხილი, ხვალ რაღაცა ბოსტნეული, რომელიც მიყვარს, არა ჩატენვი და იმიტომ რომ ბოსტნეული ვჭამო. წყალი დავლიო როცა მწყურია, მე არ შემიძლია ეს წყლის ჩასხმა, იმიტომ რომ წყალი მიყვარს და მძულდება საერთოდ როცა მაგას ვაკეთებ. და ვჭამო ის საკვები, რომელიც მე მიყვარს. და დავაკვირდე, აი არის საჭმელი, რომელიც მე მიყვარს, ახლა ნახეთ ას დავაკვირდი კიდე. ასაკთან ერთად იცვლება არა მარტო გემოვნება, არამედ შეესხეულის აღქმა. მაგალითად შეიძლება რომელიმე პროდუქტი, რომელიც გიყვარს და გეგემრიელება, შეჭამე და იგრძენი, რომ შენი ორგანიზმისთვის კარგი არ აღმოჩნდა. გამოიწვია რაღაც სხვადასხვაგვარი დისკომფორტები, ხო? ერთხელ, მეორედ, მესამე და უკვე დარწმუნდია დამთხოვა კი არ არის. შენ სხეულს ეს პროდუქტი არ უხდება. კი გიყვარს, კი მოგწონს, მაგრამ შენ სხეული ამას არ იღებს. ახლა შეიძლება 10 წლის წინ ჩვეულებრივად იღებდა, მაგრამ ახლა არ იღებს. აი ასე ვაკეთებ, ხო მიყვარს ეს. ჭამ წელიწადში 2 ჯერ მაგალითად, ხო? ანუ იშვიათად. იმას, რაც ჩემი ორგანიზმი ბუნებრივად უყვარს, ესე იგი ჩემი ორგანიზმი ბუნებრივად ეგ სჭირდება. ჩემი ორგანიზმს რა უყვარს ყველი, სიგიჟემდე, ხორცი, სიგიჟემდე, ციციბურა, სპაგეტი, მლაშე, მჟავე, ასე საკვები. თხილეულიც ძალიან მიყვარს, ტკბილიც მიყვარს. ხან ძალიან მინდა ტკბილი, დასაყოლებად, ანუ საერთოდ არანაირი აკრძალვა არ მაქვს, არც საათი, არც დრო, არც კალორაჟი, არც საერთოდ არაფერი. უბრალოდ ჩემ თავს უსმენ. და ახლა
ახლა როცა ჩემი ტვინი გასწორდა იმ კუთხით, რომ როგორც ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანის ტვინი ფუნქციონირებს, ახლა ჩემი ზუსტად ასეთია. ახლა მე შემიძლია რომ ჩემ თავს ვუსმინო და სავარაუდოდ ახლა და მხოლოდ ახლა და დროსთან ერთად კიდევ უფრო კარგად და კარგად გამოჩნდება ჩემ შემთხვევაში როგორ მუშაობს ნამდვილი სუფთა საკუთარი თავის სმენაზე და ფიზიკურ შიმშილზე დამდგარი არა ცოცხლის გადარჩენაზე, არამედ ფიზიკურ შიმშილზე დამდგარი ინტუიციური კვება. და მე მაინტერესებს ჩემ შემთხვევაში ეს რა წონა იქნება, რა ვიზუალი იქნება, თავს როგორ ვიგრძნობ და ამ შემდეგ. ვაპირებ რომ თვეში ერთხელ თვის ბოლოს ავიწონო. იმიტომ რომ ახლა თვის ბოლოს ავიწონე 56 და 150 ვიყავი. გუშინ დილას 27 იანვარს. აი თებერვლის ბოლოს ავიწონები, რავი თებერვალამდე ინთარი. არ არის წელს ნაკიანი, ხო? თებერვლის ბოლოს ავიწონები, მე მარტი, აპრილი, მე ყველა თვის ბოლოს ავიწონები თვის ბოლოს. შევჭამ იმას, რაც მინდა, რაც მიყვარს და აბა ვნახოთ, ძალიან საინტერესოა ჩემთვის, ალბათ თქვენთვისაც. ანუ ინტუიციური კვება ყოველთვის შესაძლებელი არ არის. თუ შენი ინსულინ რეზისტენტობა გაქვს. სხეული რეალურად იმაზე მეც გთხოვს, ვიდრე მას ჭირდება. იმიტომ რომ დასარეგულირებელი აქვს სისხლში შაქარი. ან თუ დიაბეტია მით უმეტეს. ასევე შეიძლება სხვა დაავადებებიც არის, რომელიც მე არ ვიცი. ასევე ADHD-ის დროს როგორც ერთ-ერთი დამამშვიდებელი საშუალება სხვადასხვებია და არის ჭამა. კომპულსიური ჭამა, ემოციური ჭამა. და როცა ეს სხვა რამით ხდება, ანუ ეს არ არის საჭირო, შენ იცი ეს ამას რა იწევს და იცი და თან აკონტროლებ და თან მართავს სწორად. აი ამ დროს უკვე შესაძლებელია. სხვა შემთხვევაში, აი ამას ქვია ინტუიციური. სხვა შემთხვევაში არ გამოდის ინტუიციური, ხტები? ანუ იმისთვის რომ შენი ინტუიცია ჭამო, შენი ორგანიზმი უნდა იყოს ჩამრთელი. ანუ მენტალურ დონეზეც, ფიზიკურ დონეზეც, ყველა დონეზე, ხტები? ხვალინში არ გამოდის. მაგრამ ნახე რა შესაძლოა სხვა ვარიანტში სხვა რამეც არ გამოდის. ანუ შენ შეიძლება დაითვალო კალორიები და დაიკლო. შენ შეიძლება დაიცვა საშინელი დიეტები და დაიკლო. შენ შეიძლება დაიცვა კეტო დიეტა და დაიკლო. არ აქვს მნიშვნელობა მოკლედ 18 საათიანი, 16 საათიანი შიმშილი, ტრალი-ვალი, ნებისმიერ რაღაცა. რეალურად როცა კალორიებს ზღუდავ, არ აქვს ეს მნიშვნელობა 18-იანია, 17-იანია, მონოა, თვლა არის, რა არის, როცა კალორიებს ზღუდავ, ვიკლებ. ეს არის ფაქტი, ხო? და როცა შენ ამას აკეთებ რაღაც დროის ფანჯარაში, ყოველთვის აქ შეტან ორგანიზმს არ შეუძლია ამას შედეგი არ ქონდეს, მაგრამ ნახეთ რაშია მთავარი საიდუმლო, ვერ ინარჩუნებ. ანუ 5 წლის ფარგლებში ვერ ინარჩუნებ. თუ გაქვს რაიმე ისეთი პრობლემა, რომელიც უნდა მოგიგვარებინა და არ მოაგვარ. ანუ კვების საქმე სულ ბოლოს საქმეა, ხტები? ჩვენ ეგონია ხოლმე და ეგ მარტო აისბერის ზედამხარია, წვეტია. და სინამდვილეში ფესვები არის შიგნით. და ადამიანს აი ამასთან შიგნით გამკლავება არ უნდა, თუნდაც აი ეს მარტო. ეს. ეს დაინახოს შეცვალო, მაგრამ ამიტომ არის რომ დაიკლო მოიმატა დაიწყო რამდენჯერ, აი რამდენი ადამიანისგან ვინც ბარიატრია გაიკეთა. გაგიგიათ, რომ მე გამიგია უყურებ ხოლმე ბევრჯერ ვიდეოებს და აი ჩემი ცხოვრების მანძილზე 5ჯერ მაქვს დაკლებული 50 კილო. 50 კილო 5ჯერ. თქვენ ხვდებით რას ნიშნავს? ჯერ 5, 10, 20, 30, ახლა 50 კილო 5ჯერ დაიკლოს ადამიანმა რას ნიშნავს და რამხელა პრობლემა როცა ამას უკან იბრუნებ, ხო? ანუ თუ არა და ცუდად ხარ. ნახე სად არის აქ არჩევანი? თუ არა და ისე ცუდად ხარ, ისე ცუდად ხარ. თუ ის არ მოაგვარდა დაიკელი და ცდილობ რომ შენ ისე ცუდად ხარ, ეს შენი შედეგი ვაფშე ნული ხდება. ფეხებზე კიდია პოვზი შენ წონა, იმიტომ რომ კუდები და შენ გადარჩე. ამ წონაზე ვიღა ფიქრობს.
და თუ ესეთი მდგომარეობა გაქვს, იცოდე რომ გჭირდება სპეციალისტი და აუცილებლად იმიტომ ვილაპარაკე ეს ამდენი, რომ გჭირდება სპეციალისტი. რაღაცა საკითხი გაქვს მოსაგვარებელი, რომლის მოგვარების შემდეგაც თავისით იდეალურად იქნება შენი წონა, თავისით. შენი ბუნა აი ეხლა ჩემთვისაც ხო? ჩემ ბუნებრივ წონაზე მივა ჩემი წონა. აი რაც მე უნდა ვიყო. მე რაც უნდა ვიყო მაგალითად ჩემი ბუნებრივი წონა 13 წლის ასაკში სხვა არის, 15 წლის ასაკში სხვა არის, 22 წლის ასაკში სხვა არის, 25 წლის სხვა არის, 25, ანუ იცვლება ხვდებით? და ანუ 35 წლის ასაკში ჩემთვის რა წონაც არის ოპტიმალური, ჩემი სხეული იქ მიმიყვანს. როცა მე შევძლებ რომ ვუსმინო, რაც უფრო ზუსტად მოვუსმენ, მით უფრო ზუსტ ჩემთვის, ჩემი სხეულისთვის იდეალურ წონაზე მიმიყვანს. იცით როგორ წონაზე? იდეალურად ჯანმრთელი რო იქნება ჩემი სხეული, იდეალურად იმუშავებს. აი იმ წონაზე მიმიყვანს. ვაფშე არ მაინტერესებს არც ციფრები, არც მოდის სტანდარტები, საერთოდ არაფერი. მინდა ფიზიკური აქტივობა, მინდა სიარული და მერე მინდა ვარჯიშიც, არა დასაკლებად, არამედ იმის რომ ჯანმრთელი ვიყო. ჩემი სახსრები ასაკში ჯანმრთელი იყოს, გაქცევა რომ დამჭირდეს შემეძლოს და გული არ მარტყავდეს მეოთხე სართულზე ასვლისას. ანუ მე მაგზან გაუვარჯიშებელი ორგანიზმი, იმიტომ რომ რასაც ხვები აკეთებდნენ ბავშვობაში, მე ის არ გამიკეთებია, მე არ მირბენია, მე არ მითამაშია, მთელი ბავშვობა ვიჭიქი ვკითხულობდი შესაბამისად, სხვა ჩვეულებრივ სტანდარტულ ადამიანებზე კიდევ უფრო დაბალი ფიზიკური შესაძლებლობები აქვს ჩემს სხეულს და მინდა რომ ეს ავწიო, იმიტომ რომ ეს არის ტოლი, ჯანმრთელობა და პლუს ემოციურ მდგომარეობაზეც, მენტალურ მდგომარეობაზეც. აი მის გამომუშავებაზე ჩვენს ტვინში, რაც ჩემი ტვინი არ შვება, ხო? აი მაგაშიც ეხმარება. უბრალოდ როცა ცუდად ხარ, პრეპარატის გარეშე ისე ცუდად ხარ, რომ ივარჯიშო კი არა, ვაფშე ვერც არსებობ ტიპი ხვდებით? აი ვიღაცა ვისაც ვაფშე აი გაწყმაში არა, ეხი ვარჯიშე ეს გააკეთე ეს არ უნდა გასცერ რჩევები, რომელშიც წარმოდგენ თუ არ ყოფილხარ იმ სიტუაციაში. და მით უმეტეს თუ არ გიკითხები, გაჩვენდი რა. ზოგჯერ ზანდირი სიკეთეა. ხო და მოკლედ. ეგ მინდა. ანუ ჩემი მენტალობისთვის ძალიან კაია, ჩემი ჯანმრთელობისთვის, ანუ ფიზიკურისთვის, ყველანაირთვისაც ვარჯიში მინდა. ჯერ დავიწყო, აი 4000 ნაბიჯს გავდივარ ეხლა დღეში. ეს რატო ვიყიდე, რომ ნახო დღეში ამის დავდივარ, სტაბილურად 4000 ნაბიჯს დავდივარ. ეგეც როცა გარეთ გავდივარ, მქონდა დღეები ხომ რომ საერთოდ არ გავდიოდი გარეთ სამთაში. სადღაც 2500 ვიყავი ალბათ. ახლა ნელ-ნელა მინდა ავიდე 6-ზე, მე 8-ზე, მე 10-ზე უბრალოდ სიარული. მე რომ მოთბება, მინდა დავამატო ვარჯიში. ხო, აი ეს ჭამ ყველაფერს რაც მიყვარს და რაც მომწონს, არაფერს რასაც ვერ ვიტან. წყალს ვსვავ, როცა მწყურია. ჩემ პრეპარატს აუცილებლად ვსვავ, ჩემ საყვარელ საქმეს ვაკეთებ, ცხოვრობ. არანაირი შეზღუდვა არ მაქვს არც ერთ საკვებზე და არც ერთ საკვები არ არის არც კარგი და არც ცუდი. უბრალოდ ვიცი, რომელი რას შეიცავს და მაგის მიხედვით ვირჩევ და იმის მიხედვით რა მინდა. ანუ მე თუ ეხლა დღეს ბურგერი მინდა მაკდონალდსის, კიტრს არ შევჭამ. იმიტომ რომ ეგ ძალიან ცუდ რამესთან მიმიყვანს და ვიცი რასთანაც. და თუ ეხლა არც ვიცი რა მინდა, მაშინ სახში რომ აქ წიტიბურა ყველით და შემწვარი კვერცხი რაღაცა ეგეთ შევჭამ, ხო? ანუ ხო ხდებით, როცა კონკრეტული რაღაცა გინდა, შეიძლება ამას ორგანიზმი გთხოვს და ხორცი გინდა ციკლის დროს, ან შეიძლება მაგალითად უბრალოდ მოგენატრა რაღაც აქედან და შაურმა გინდა ჰამბურგერი ან რაღაც, ხო რატო არა? ორივე მოთხოვნილება კმაყოფილდება, არანაირი დროის შეზღუდვები, უბრალოდ საკუთარი თავის მენა. და აი ვნახოთ, იმასაც ვიტყვი, რამდენად რამდენად ზუსტად არის სინქრონში ჩემი სხეულის ფიზიკური მოთხოვნილება, მაგალითად შია, და მე რა დონეზე ვჩერდები, რომ მესიება მოიწურა. ხო და მოკლედ რამდენად ზუსტად უსმენ ჩემს ორგანიზმს გეტყვით და იმასაც გეტყვით თვეში ერთხელ რამდენს ვიწონი და ვნახოთ აბა რამდენი რა არის ჩემი ბუნებრივი წონა ამ ასაკში იმ ადამიანისთვის, ვინც უსმენს ორგანიზმს, სრულნავს ორგანიზმზე გულისხმობ ელემენტარულ ფიზიკურ აქტივობას, აბა ვნახოთ. და
და რა თქმა უნდა ეს წონა განსხვავებული. ახლა იცით, ზაფხულში არის უფრო ნაკლები, ზამთარში არის ხოლმე +2 კილო. ამ სადღაც რა, იმიტომ რომ ზაფხულში ვართ უფრო აქტიური, ზაფხულში გვაქვს უფრო მსუბუქი საკვები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოიგ დამტკიცებულია რომ ადამიანები ზაფხულში 2 კილოთი ნაკლებს იწონიან ვიდრე ზამთარში, ხო? აი ვნახოთ. ნახოთ, ეს წელი მინდა რომ მივუძღვნა ამას. იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი ყოველთვის რომ ინტუიციური კვება იყო ერთადერთი სწორი გზა. ყველაფერი ვიცოდი. უბრალოდ იყო რაღაცა დეტალი ფაზლის, რაც არ ვიცოდი. და ეს რო აკლდა, უკვე სურათი აღარ გამოდიოდა და მიგვირდა. და ეხლა მაინტერესებს. ვამოწმებ. მოკლედ მიყვარხართ, კოცნით, კარგ დღეს გისურვებთ.